დაკავებულთა გათავისუფლების და არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი გრძელდება ბათუმში. დღეს საპროტესტო მსვლელობა გაიმართა უნივერსიტეტიდან ევროპის მოედნამდე, სადაც ახალმა თეატრმა წარმოადგინა მანიფესტი ჩვენ გადავცურავთ ზღვას. დღეს აქციის მონაწილეებთან ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მივიდა და შეკრებილებს სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებიდან მიმართა. მან სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს და ყველა დაკავებულს. რა ხდება ამ წუთებში ბათუმში და რა განცხადებები კეთდება, მერაბ წულუკიძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში, მერაბ გისმენთ. ნინო, ახალი თეატრის მანიფესტი ჩვენ გადავცურავთ ზღვას სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ეხლა სცენაზე იმყოფებიან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები. დღეს მსახიობებმა განაცხადეს, რომ მათ დროებით დატოვეს სცენა, რადგან დღეს მათი შეფასებით თეატრს საქართველოში უფრო სხვა ფუნქცია აქვს. სცენა დღეს მსახიობებთან ერთად დაეთმოთ დაკავებულების, კერძოდ დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებსაც. ასევე სცენაზე და დღეს გამომცემლობა ბათუმელების სრული რედაქცია, რომლებმაც წაიკითხეს წერილი, რომელიც მზია ამაღლობელმა რედაქციას ციხიდან გამოუგზავნა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ. ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან. თავისუფლება მზიას. ჩვენ მოსასმენად ჩამოვედით. ჩვენ გვინდა რომ მოусმინოთ სწორედ აჭარლებს, ბათუმლებს და ჩვენი მანიფესტის უდიდესი ნაწილი სწორედ დღეს მათ დაეთმობა. მათი პრობლემებია ჩვენი პრობლემები და ეს გვინდა რომ გავიგოთ. თეატრი არის დიალოგი, ეს დიალოგი უნდა დავიწყოთ და ერთმანეთს მოусმინოთ. ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი. მთავარი მიზანი არის რომ ყველამ დავინახოთ ერთმანეთი და გავაძლიეროთ. იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, ხედავს იმ უსამართლობას, რაც ხდება ჩვენს თავს, რაც მოგვიწყო ამ რეჟიმმა და ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ. ამ ბრძოლის მთავარი იარაღი არის სოლიდარობა. ახალი თეატრის მანიფესტი ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. ევროპის მოედანზე კი აქციის მონაწილეები მოვიდნენ საპროტესტო მსვლელობით. მსვლელობა დაიწყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან გაამხნევა აქციის მონაწილეები და მოუწოდა ბრძოლისკენ, ასევე განაცხადა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება ბრძოლა, მით უფრო ძლიერი მხარდაჭერა ექნებათ მათ დასავლეთიდან. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, რომელიც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში. მე მინდა დღევანდელი დღე მიუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე. ის არის დღეს ჩვენი ღირსების სახე. ის არის დღეს ჩვენი მომავლის სახე. და ამიტომ ვართ ყველანი ერთად მის ირგვლივ და მასთან ერთად ვიქნებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად იქნება, ის ძლიერად იქნება, იმიტომ რომ დღეს ის არის საქართველო. ახალი თეატრი მანიფესტს ხვალ ზუგდიდში წარმოადგენს. ბათუმში კი საპროტესტო აქცია გრძელდება და აქციები გადავიდა 24 საათიან ფორმატში. მადლობა ბათუმიდან, ეს იყო მერაბ წულუკიძე.